საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გრძელდება. ნიუ-იორკში ჰარვარდის კლუბში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უმასპინძლა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიემართა. გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და შტატების შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. ამასთან საქართველოს გენერალურ საკონსულოს საზეიმოდ გადაეცა ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის საკანონმდებლო რეზოლუცია, რომლითაც 26 მაისი აღიარებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ ნიუ-იორკის შტატში. ღონისძიებაზე შესრულდა ქართული ცეკვები. დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა სან-ფრანცისკოს ისტორიულ მერიის შენობაშიც. შენობაზე ტრადიციულად საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართა და დროშის ფერებში განათა. საქართველოს გენერალურ კონსულს კი სან-ფრანცისკოს მერმა პროკლამაცია გადასცა, რომლის მიხედვითაც 26 მაისი ქართულ-ამერიკული მეგობრობისა და მემკვიდრეობის დღედ გამოცხადდა. ეროვნული დღე აღნიშნეს ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება კანბერაში გაიმართა. ღონისძიების მნიშვნელოვანი მომენტი იყო ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის მიერ გამოცემული რეზოლუციის გადმოცემა, რომლის თანახმადაც 26 მაისი ასამბლეის მიერ აღიარებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ ნიუ-იორკის შტატში. გენერალურ საკონსულოს ასევე გადმოეცა ნიუ-იორკის მერის ერიკ ადამსის პროკლამაცია, რომლითაც 26 მაისი გამოცხადებულ იქნა ქართული კულტურის მემკვიდრეობის დღედ ქალაქ ნიუ-იორკში. პირველ რიგში ვილოცავ თითოეულ ქართველს ამ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეთ სან-ფრანცისკოს ისტორიულ მერიის შენობაში დიპლომატიურ კორპუსის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. სან-ფრანცისკოს მერიის შენობაზე ტრადიციულად საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართა, შენობა განათა წითელ და თეთრ ფერებში და სან-ფრანცისკოს მერმა დანიელ ლურიმ გადმოგვცა პროკლამაცია, რომლის მიხედვითაც 26 მაისი სან-ფრანცისკოში ქართული ამერიკული მეგობრობის და მემკვიდრეობის დღედ აღინიშნება.